ანუ ქოც პროპაგანდონებმა მოიფიქრეს ასეთი გამოკითხვა. ბიძინა ივანიშვილის სამშვიდობო პოლიტიკა რომ არა იქნებოდა თუ არა საქართველოს მეორე უკრაინა. ჯერ ეგერთი იმბეცილებო მეორე უკრაინა ნიშნავს იმას, რომ მოსკოვს ვარიცი და სოფლიოში უძლიერესი არმია ყავს, რომელიც შეერთებულ შტატებთან ჩამორჩება. თუმცა მანდაც საკითხავია, ვის უფრო მეტი საბრძოლო გამოცდილება აქვს ამ ომებში, თანამედროვე ომებში. მეორე, ბიძინა ივანიშვილის სამშვიდობო პოლიტიკა რას ნიშნავს? კაცი არის საპატიო თავმჯდომარე ქართული ოცნების, ანუ არანაირი თანამდებობრივი პოსტი არ უკავია, სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური. ანუ ისეთი იმბეცილები ხართ, თავად აღიარებთ, რომ არაფორმალური მმართველობაა საქართველოში და ბელად იქხავთ, რომელიც ორგვარი პოსტის გარეშე რაღაც პოლიტიკას ატარებს. და ბოლოს ბიძინა ივანიშვილი რომ არა, საქართველოში მილიონების და მილიარდების წვიმა იქნებოდა პირდაპირ გაგებით. რადგან აგერ ბატონო მოლდოვა, რომელიც არანაირი ბიძინა ივანიშვილი არ აღავს, რომელსაც პირიქით ჩააყუდა ციხეში თავისი პლახატნიუკი თუ ვინც ყავდა იქ ოლიგარქი 19 წლიანი ციხე მისცა და ევროკავშირის გზაზე დგას ყარად და 2 მილიარდი ევროს საჩუქარი მიიღო. აი ეს არის ბიძინა ივანიშვილი რომ არა. ჩვენ ვიქნებოდით მილიარდების წვიმაში და ევროკავშირის გზაზე. გაავცელეთ ქოციმბეცილებო, თქვენთვისაც სასწავლებელი იქნება ეს. ისწავლეთ, განათლდით.